დიახ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირველი კორპუსის ეზოდან აი ამ წუთას დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და სხვა ბევრი უნივერსიტეტის სტუდენტები, ახალგაზრდები ახლა მარშით მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ. მე გიჩვენებ კადრს, აქ საინტერესო პოსტერები, დროშებით არიან მოსულები ახალგაზრდები. ხედავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის პირველი რესპუბლიკის დროშები აქვთ მოტანილი ახალგაზრდებს, მოტანილი აქვს და აფრიალებენ იმ გმირების გამოსახულებებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას ამ ქვეყანაში რეჟიმის წინააღმდეგ გაიბრძოლეს და მიაღწიეს მნიშვნელოვან შედეგებსაც რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, თავისუფლების დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მარში რუსთაველის გამზირისკენ მიემართება. მელიქიშვილის გამზირზე იქნება რამდენიმე წუთში ახალგაზრდების ეს კოლონა, ისინი შეუერთდებიან რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას. ახლა შევეცდები აქციის მონაწილეებს გავესაუბრო. ხალიბე პირდაპირ ეთერში მუშაობთ. დღეს სიმბოლური თარიღია რეფერენდუმის დღისადმი არის პრინციპში მიძღვნილი ეს მარშიც, რომელსაც აწყობს სტუდენტები. მინდა გთხოვა ბევრი ლაპარაკობს მსგავსებებზე, იმ გამოწვევებს შორის მსგავსებებზე, რომელთა წინაშეც ვიდექით მაშინ იდგა საქართველოს მოსახლეობა და ვდგავართ ახლა. გვითხარი შენ როგორ აღიქვა მიმ ბრძოლას და ამ ბრძოლას შორის მსგავსებებს? რაც 31 მარტს ჩვენმა წინაპრებმა მოიპოვეს, არ იყო მხოლოდ არჩევანი. ეს იყო ის, რაც მათ ბრძოლით მოიპოვეს და ეხლა სამწუხაროდ გავართ საფრთხის და შეიძლება შეიძლება ეს მონოპოლი დავკარგოთ. ამიტომ ჩვენი გზანი არის ძალიან მარტივი, რომ არ ვაპირებ დავაცმოთ ის, რაც აქამდე წვალებით მოწეს ჩვენმა წინაპრებმა. ვიღეთ დროშას და ვაგზავნოთ გზას დამოუკიდებელ საქართველოში ჩვენ უკვე. ბატონო, დიდი მადლობა. სტუდენტები ამბობენ, რომ აქვთ ასეთი გეგმა, ისინი შემდეგ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე შეუერთდებიან დაანონსებულ საპროტესტო აქციას, უკვე გამაგრდებიან პარლამენტის უკანა მხარეს უფრო მეც მათი გეგმების შესახებ კითხავ აქციის მონაწილეებს. დავით, გამარჯობა. სტუდენტია. დავით, გვითხარი წამოდელი გეგმის შესახებ, როგორც ვიცი, თქვენ უნდა შეუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველზე პარლამენტის წინ და ამის შემდეგ უკვე უკანა მხარეს იგეგმება, რომ გამაგრდეთ. გვითხარი გეგმის შესახებ. ჩვენ უნდა შევუერთდეთ აქციას. დღეს მნიშვნელოვანი თარიღი არის 31 მარტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფერენდუმის დღე და ჩვენ არ მივცემთ ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, იმის უფლებას, რომ ჩვენი სკვალები, ჩვენი წარსულში რაც გადაიტანა საქართველომ, ის რომ დაანგრიოს და ფუჭი გახადოს, ხო? ეს დამოუკიდებლობა მოიტოვეს ჩვენმა გმირებმა და ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს არალეგიტიმური კომისია თავის ხელით ასამართლებს ჩვენი ქვეყნის გმირებს და საქართველოს და მე მამაჩემი ომობდა აგვისტოს ომში და რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთმა დაიწყო ომი და საქართველოს არ დაუწყო ომი, ეს ყველაფერი დამტკიცდა და მე ერთი რამ მინდა ვთქვა და კიდევ იმ უღირსო ქართველის დედავატირე, ვინც იძახის, რომ საქართველოში საქართველომ დაიწყო ომი და კიდე მინდა ვთქვა, რომ აი პატიმრები, რომლებიც არიან უკანონო დაპატიმრებულები, მათ მინდა იცოდნენ, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და იქამდე ვიქნებით, სანამ ერთი ადამიანი მაინც იბრძოლებს რუსთაველის გამზირზე და ისინი მარტო არ არიან. ან ყველა ვიქნებით მათ ერთად ციხეში, ან ყველა ვიზეიმებთ რუსთაველზე გამარჯვებას. ბატონო, დიდი მადლობა. თამონა, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში მუშაობ. სად არიან აქციის მონაწილეები? კითხულობენ რეჟიმის პატიმრების სახელებსა და გვარებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეჟიმის ხალხს დატყვევებული უკანონოდ მოგესმენინებთ ხმებს. ისმის საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის ყველა პატიმარს არ დათმო! აქციის სხვა მონაწილეებსაც გავესაუბრები, აქ ისმის ორი ძირითადი მოთხოვნა მოქალაქეების. თედო, აქ თუ შეიძლება რომ გავესაუბროთ აქციის მონაწილეს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ახალი არჩევნები. ეს არის ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რაც რეჟიმის წინააღმდეგ უწყოთ სამოქალაქო პროტესტს გასდევს პირველი დღიდან. სწორედ ეს მოთხოვნები ჟღერდება ამ მარშზეც. მოთხოვნების შესახებ კიდევ ერთხელ ვკითხავ აქციის მონაწილეს. აქში გამარჯობა. აქში თესეუ სტუდენტია, ის თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა მისი უნივერსიტეტის, მისი რექტორის ჯაბა სამუშიას პოზიციების არ ქონას იმ პროცესებისადმი, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, მათ შორის
დაკავებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი რეჟიმის მიერ ზვიად ცეცხლაძე. აქ კითხულობს თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი რეჟიმის პატიმრების სახელებს. ზვიად ცეცხლაძე, თქვენი მეგობარი და თანამებრძოლი დაკავებულია. მოკლედ ეს ორი მოთხოვნა რჩება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში და ორ მთავარ მოთხოვნად. გვიხარი კიდევ ერთხელ, როგორ წარმოგიდგენია ამ მოთხოვნების შესრულება იმ პირობებში, როცა ვხედავთ, რომ არანაირ კომპრომისზე რეჟიმი არ მოდის. თქვენ რას უპირისპირებთ ამას? ეს ყველაფერი უკვე დროის საკითხია, ვინაიდან ამ ეგრეთ წოდებულ თვითგამოცხადებულ მთავრობას არ გააჩნია არც ეკონომიკური პოლიტიკა და არც საგარეო პოლიტიკა და ზოგადად მთავრობები და სახელმწიფოები დიდი ხანი ასე ვერ ძლებენ. ამიტომ ამათი დამთავრება დროის საკითხია. ახლა მთავარი არის ის მუხტი და ის ძალა, რომელიც რუსთავაზე ვაჩეთ უკვე 123 დღეა და დღეს კიდევ არის დიდი აქცია დაორგანიზებული, სადაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოვა. ამიტომ ყველას გეოდებით, თქვენი აღდგომა არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე, ასე ვთქვათ, გამარჯვების მომტანი. დიდი მადლობა, თედო გთხოვრობ გამომყვე. ანწუხელიძე უყუდავია ამ პოსტერს ხედავთ ერთ-ერთი სტუდენტის წარწერას. სავარაუდოდ თქვენ ამ პოსტერით ეხმაურებით ეგრეთ წოდებული კომისიის სხდომებს, სადაც მოღალატეობრივ კომისიასა და მოღალატეობრივ სხდომებს უწოდებთ ამას, რომ მოქალაქეები გვითხარით ანწუხელიძე უყუდავია ამის შესახებ და იმ ეგრეთ წოდებული სხდომებისა და კომისიის შესახებ რას ხედავთ სინამდვილეში, რას ემსახურება ეს კომისია, როგორ გონიათ? ეს კომისია არაფერს არ ემსახურება მოღალატეობის გარდა. ეს კომისია არის აბსურდი და ჩემი აზრით ანუ ორი სიტყვით რო ვთქვათ ანწუხელიძე უკვდავია. სხვა კომენტარი უკვე ზედმეტია აქ. უღრმესი მადლობა. ანწუხელიძე უკვდავია თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, ახალი არჩევნები ამას სკანდირებენ ახალგაზრდები, ისინი რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოდან, ისინი სულ მალე იქნებიან რუსთაველის გამზირზე, სადაც შეუერთდებიან მასშტაბურ საპროტესტო აქციას. ამის შემდეგ კი მათ დაგეგმილი აქვთ, რომ უკვე გამაგდებიან პარლამენტის უკანა შესასვლელთან და თავიანთი პროტესტის წინააღმდეგობა სწორედ იქ გააგრძელებენ.